მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ვილაპარაკებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მარტივ კონცეფციაზე რეალურად, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ რომელიმე კომპანიის აქციების შესახებ ინფორმაციები და როგორ მივიღოთ შესაბამისად გადაწყვეტილება, გვიღირს თუ არა ამ კომპანიის აქციების ყიდვა. დღეს მე ამ კომპანიის აქციებს ვნახავ Apple-ის და ამ კომპანიის აქციებს ვნახავ ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ პლატფორმაზე Yahoo Finance-ზე. და მოდით ვნახოთ, რას ვთავაზობ Yahoo Finance-ი, რა ინფორმაციას ვთავაზობს ამ კონკრეტულ სტოკზე და გადავწყვიტოთ ეს აქცია კარგი არის თუ არ არის. პირველ რიგში, რასაც ვხედავთ, ეს არის ამ კომპანიის სრული დასახელება, რომელიც არის ამ შემთხვევაში Apple Incorporated, ხოლო მის გვერდზე ვხედავთ 4 ასოიან სიმბოლოს, ეგრეთ წოდებულ ticker symbols, რომლითაც ის არის გამოხატული საფონდო ბირჟაზე. ანუ რა სახელით შეგვიძლია ვნახოთ ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე. ამ შემთხვევაში Apple-ის ეს ეგრეთ წოდებული ticker სიმბოლი არის AAPL. შემდეგ ქვემოთ უკვე ვხედავთ ამ კომპანიის დღევანდელ და ამჟამინდელ ფასს. ამ შემთხვევაში Apple-ის ფასი არის 294.59 და ნუ ასე შემდეგ ყოველ წამიერ იცვლება, ანუ იმ მომენტში, როდესაც ტრანზაქცია ხდება ამ კომპანიის აქციაზე, მუდამ იცვლება ამ კომპანიის აქციის ფასი. მარჯვნივ არის რამდენად შეიცვალა ამ კომპანიის აქციის ფასი მას შემდეგ რაც გაიხსნა მარკეტი, ხოლო იგივე მაჩვენებელი არის აქ ოღონდ პროცენტულ მანიშნებელში. შემდეგ რო ჩამოვიდეს ამ გრაფიკი რო ვნახოთ, ხედავთ უბრალოდ ერთ დღიან გრაფიკს, ანუ რამდენად შეიცვალა ამ კომპანიის აქცია ერთ დღეში, 5 დღეში, ერთ თვეში, 6 თვეში, ამ წელს, ერთ წელიწადში, 5 წელიწადში და სრული თავისი ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ის IPO-ზე გავიდა და გახდა საჯარო კომპანია. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უკვე ქვემოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ კომპანიის აქციების შესახებ და მოდით დავიწყოთ პირველ რიგში წინა დღის დახურვის ფასის ლაპარაკით. მოდით ეს previous close-ი გულისხმობს წინა დღეს, ანუ დღევანდელი მდგომარეობიდან რო ვილაპარაკოთ, ანუ ორშაბათს, რა ფასზე დაიხურა ამ კონკრეტული კომპანიის აქცია, როგორც ხედავთ, დაიხურა $492.68. Open კი არის დღევანდელ დღეს რა ფასად გაიხსნა, ან რა ფასში გაიხსნა ამ კონკრეტული კომპანიის აქციის ფასი. ამ შემთხვევაში $492.76. როგორც ხედავთ, ამათ შორის არის პატარა განსხვავება და ეს განსხვავება გამოწვეული არის იქიდან გამომდინარე, რომ აქციები ზოგადად ივაჭრება მას შემდეგაც, რაც საფონდო ბირჟა იკეტება. ზოგიერთ დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს მაინც შეუძლიათ კომპანიის აქციებით ვაჭრობა და შესაბამისად ამიტომაც გვაქვს ძალიან პატარა, მაგრამ სხვაობა დახურულ ფასსა და გახსნილ ფასს შორის. შემდეგ უკვე ხედავთ bid და ask. Bid და ask რეალურად ძალიან მარტივ რაღაც არის. Bid არის ყველაზე მაღალი ფასი, რომლისთვისაც მზად არის, რომ მყიდველმა იყიდოს ამ კომპანიის აქციის ერთი აქცია. ხოლო ask არის ყველაზე დაბალი ფასი, რომლისთვისაც მზად არის, რომ გამყიდველმა გაყიდოს ამ კომპანიის აქცია. შემდეგ უკვე გადავდივართ 1 დღის დიაპაზონზე და 58 კვირის დიაპაზონზე. 1 დღის დიაპაზონი გულისხმობს ამ ერთ დღეში, როდესაც გახსნილი არის მარკეტი, რა დიაპაზონში ივაჭრებოდა ამ კომპანიის აქციების ფასები. ამ შემთხვევაში დღევანდელ დღეს და ამ მომენტში ივაჭრება გახსნიდან, ანუ 292, ყველაზე მცირე უпроსტად იყო $292.61 Apple-ის აქციის ფასი, ხოლო ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია $294.91-ზე. 52 კვირის დიაპაზონი კი უბრალოდ ნიშნავს 52 კვირის განმავლობაში, ანუ 1 წლის განმავლობაში, რა იყო ყველაზე მცირე და რა იყო ყველაზე მაქსიმალური ფასი ამ კონკრეტული აქციის. Volume ეს არის უბრალოდ რამდენი ცალი აქცია ივაჭრება ამ მომენტში და რამდენი ცალი აქცია ივაჭრა ამ მომენტში ამ კომპანიის. ამ შემთხვევაში 11.100.000 ივაჭრა 7 საათისთვის Apple-ის აქცია, ანუ საათნახევარში დაახლოებით. ხოლო საშუალოდ 1 სრული დღის საფონდო ბირჟის განმავლობაში Apple-ის აქციები 53 მილიონი ცალი ივაჭრება. ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ ვხედავთ, რომ ერთ დღეში კომპანიამ იმაზე ბევრად მეტი ივაჭრა, ვიდრე საშუალოდ ხდება ხოლმე, ამით შეგვიძლია დავასრულოთ ის, რომ ეს კომპანია, ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანს გადის. შეიძლება უბრალოდ კვარტალური ფინანსური შედეგები დადეს, შეიძლება რაღაც ძალიან დიდი სიახლე დადეს, ან რამე დრამა მოხდა ამ კომპანიაში და შესაბამისად ძალიან ბევრი აქცია ივაჭრა და აუცილებლად სანახავია, რატომ ხდება ეს ყველაფერი. შემდეგ მარკეტ კაპიტალიზაცია, ანუ საბაზრო კაპიტალიზაცია უბრალოდ, ეს გვიჩვენებს თუ რა არის ამ კომპანიის მთლიანი ღირებულება. ამ შემთხვევაში Apple-ის მთლიანი ღირებულება არის $4.3 ტრილიონი და ეს ძალიან მარტივად გამოიცვლება
ერთი აქციის ფასი გამრავლებული აქციების რაოდენობაზე. ბეტა გვეუბნება, რამდენად მიყვება ამ კომპანიის აქციების ფასი ზოგადად მარკეტს, მოკლედ, თუ ერთთან არის მიახლოებული, ეს გულისხმობს, რომ როგორც მოძრაობს მარკეტი, იმაშასადამე ამ კომპანიის ფასებიც დაახლოებით იგივენაირად მოძრაობს, ანუ მარკეტი თუ დავუშვათ 10%-ით, მაშასადამე ამ კომპანიის აქციის ფასიც შესაბამისად დაახლოებით 10%-ით ავა და შესაბამისად თუ ჩამოვა 10%-ით მარკეტი, მაშინ ამ კომპანიის ფასიც დაახლოებით 10%-ით ჩამოვა. თუ ძალიან დიდია ბეტა, მაგალითად 1.5-6 ან უფრო მეტი, მაშინ ეს უფრო ვოლატილური გამოდის ამ კომპანიის აქციის ფასები, ხოლო უფრო დაბალი თუ არის, მაშასადამე უფრო მდგრადი არის ამ კომპანიის აქციის ფასები და უფრო ნაკლებად მოქმედებს ზოგადად მარკეტი ამ კომპანიაზე. შემდეგ მოდის P/E ratio და EPS-ი. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც უნდა ვიცოდეთ, როდესაც უყურებთ კომპანიის აქციებს. EPS-ი გულისხმობს earnings per share, ანუ მოგება თითო აქციაზე. ანუ რო არის გამოშვებული დავუშვათ 10 მილიონი აქცია და ამ კომპანიამ დადო $10 მილიონ მოგება, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ამ კომპანიის EPS-ი არის $1. ანუ ისა რა ქვია, მთლიანი მოგება გაყოფილი აქციების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტი არის ზოგადად EPS-ი, მით უფრო კარგი არის კომპანიისთვის, ხოლო რაც უფრო ნაკლები არის, შესაბამისად უარესი არის. P/E ratio ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი მთელი აქციებისთვის. ეს გვაძლევს დაახლოებით სურათს, თუ რამდენად ძვირი არის კომპანიის აქცია, თუ რამდენად იაფი არის, თუ სწორი ფასი ადევს, ასე ვთქვათ, უხეშად. P/E ratio გამოითვლება ძალიან მარტივად, ერთი ცალი აქციის ფასი გაყოფილი EPS-ზე. და რას გვეუბნება ეს? ეს გვეუბნება, რამ მოგება აქვს კომპანიას უпростоრად ბოდიში ფასის მოგებასთან თანაფარდობა. ეს რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა. ყოველ სექტორს, მაგალითად ტექნოლოგიურ სექტორებს და მაგალითად ფინანსურ სექტორს, ჯანდაცვის სექტორს და ყველა სხვა სექტორს აქვს თავიანთი P/E ratio-ს რაღაც range-ი, ანუ რაღაც დიაპაზონი, რომელშიც უნდა მერყეოდეს საშუალოდ ამ კომპანიის აქციების ფასები, EPS, P/E ratio-ები უпростоრად. მაგალითად ტექ კომპანიების P/E ratio შეიძლება იყოს დაახლოებით 20-დან 50-მდე. თუ ის ამ დიაპაზონში არ მერყეობს და არის დავუშვათ 100, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კომპანია ბევრად უფრო ძვირად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, ვიდრე საშუალოდ ხდება ხოლმე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ ძალიან კარგი მოლოდინები აქვს ინვესტორებს ამ კომპანიის გაზრდასთან დაკავშირებით, ან შეიძლება უბრალოდ ძალიან ზედმეტად გადაჭარბებით აფასებენ ამ კომპანიას და შეიძლება ერთ დღესაც ძალიან შემცირდეს ამ კომპანიის ღირებულება. უფრო დეტალურად P/E ratio-ზე და EPS-ზე მომავალ ვიდეოში ვილაპარაკებ. აქედან გამომდინარე, თუ გაინტერესებთ ეს თემა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო, რომ მომდევნო ვიდეოს არ გამოგრჩეთ. შემდეგ გადავიდეთ earnings data-ებზე. ეს ყველაფერი უკვე არის რაც ეხება ფინანსურ როდის გამოუშვებს კომპანია ფინანსურ კვარტალურ შედეგებს, როგორც ხედავთ, Apple გამოუშვებს თავის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს 30 ივლისს 2026 წლის. ეს ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალში მივიღოთ გადაწყვეტილება ამ კომპანიას როგორი კვარტალური შედეგები ექნება, იმის მიხედვით გავყიდით თუ ვიყიდით ამ კომპანიის აქციებს. Forward dividend და yield ეს არის უბრალოდ მარტივად რომ ვთქვათ, რამდენ დოლარს იხდის ეს კომპანია ერთ ცალ აქციაზე და იგივე ნიშნული გამოხატული პროცენტულ რაოდენობაში. Ex-dividend date არის რა თარიღამდე უნდა აუცილებლად უნდა ფლობდეთ თქვენ ამ კონკრეტული კომპანიის აქციას, იმისთვის რომ თქვენ ჩაგერიცხოთ დივიდენდი, როდესაც დივიდენდი ჩარიცხვის თარიღი მოვა. ან თქვენ თუ ფლობდით Apple-ის კომპანიის აქციას 11 მაისამდე, მაშინ თქვენ შეგეძლებათ, რომ როდესაც Apple გასცემს თავის დივიდენდებს, თქვენ ჩაგერიცხებათ ამ კომპანიის დივიდენდები. და ბოლოს ერთი წლის 1 year target estimate, გულისხმობთ ერთი წლით დაახლოებით რას ელოდებიან ძალიან დიდი ფინანსური ანალიტიკოსები, რა იქნება ამ კომპანიის ფასი ერთი წლის შემდეგ. ანუ როგორც ხედავთ, ელოდებიან რომ იქნება $305, დღევანდელი მდგომარეობით თუ არის 294, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით ამ კომპანიის აქციის ფასი გაიზრდება და ლოგიკურია ამ კომპანიის აქციის ფასის ყიდვაც. მოკლედ, სულ ეს არის დღევანდელი ვიდეო რეალურად. სხვა უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ, როგორ ხდება კომპანიის აქციების შეფასება, ღირს თუ არა ამ კომპანიების აქციების ყიდვა და ასე შემდეგ, აუცილებლად მითხარით კომენტარებში და უფრო დეტალურად ჩავშლი აუცილებლად ამ ყველაფერს და გადავიღებთ ამაზე ცალკე ვიდეოს, მაგრამ ძალიან ზოგადი წარმოდგენა იმედი მაქვს შეგექმნათ უკვე.
გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად, დალაიქეთ ვიდეო და დამეულდეთ მომავალ ვიდეოში, რომელზეც EPS-ზე და PE ratio-ებზე ვილაპარაკებ. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.